12 წლის სამხედრო ამბოხისა და ტერორისტული აქტების მოწყობისთვის ემზარ კვიციანის განაჩენი ცნობილია, თუმცა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მწვავე პროტესტის მიზეზი ხდება. პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ოჯახი ვერდიქტს ნაციონალური მოძრაობის განაჩენად აფასებს და მას ზემდგომ ინსტანციაში ასაჩივრებს. ბატალიონ მონადირის ხელმძღვანელის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებულია საპროტესტო აქციებიც. რამდენიმე ვეტერანის შიმშილობას აცხადებს, ახლობლები კი პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებენ. 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემზარ კვიციანს 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ შეეფარდა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება პროკურორის ზეწოლის შედეგად მიიღო და მის გასაჩივრებას გეგმავს. სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუკერა საქმე, რომელიც არც კვალიფიკაციით, არც თვითონ გამოძიებით არ დასტურდება ემზარ კვიციანის არავითარი ბრალეულობა და დღევანდელმა ხელისუფლებამ ის ასე გაიმეტა. ემზარ კვიციანისათვის 12 წლიანი პატიმრობის შეფარდება თბილისში პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე გააპროტესტეს მისმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. პარლამენტო მოითხოვს უპირობო განთავისუფლება. შეიქმნას კომისია, ეს გამოძიებული საქმე შეისწავლოთ. წამართვეს ის ტერიტორიასაც მე ვიცავდი ამდენი წელი. წამართვეს ჩააბარის რუსებს, ჩემი ძმა ციხეში მე ქუჩაში. დღესვე ემზარ კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით მჯდომარე აქცია დაიწყო გმირთა მოედანზე. ჩვენ მიგვაჩნია ემზარ კვიციანი როგორც პოლიტიკური პატიმარი, ნაციონალურ მოძრაობამ გაასამართლო დღეს ემზარ კვიციანი. ჯდებით საშიმშილოდ მოთხოვნით უპირობო განთავისუფლება ემზარისი. ემზარ კვიციანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე წლის 28 თებერვალს მოსკოვიდან ჩამოფრენისთანავე დააკავეს. საკუთარი სურვილითა და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლების მოლოდინით სამშობლოში დაბრუნებულ პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს აეროპორტში ათობით ნათესავი და ახლობელი დახვდა. თუმცა კვიციანი შენობიდან ისე გაიყვანეს, რომ დაკავებული არავის უნახავს. აიყვანეს ესე იგი. სად ისა ტრაპთან თუ დაბლა უკვე ეხლა. არა, გამოსასვლელთან. დღეს ეკაბესელია აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ემზარ კვიციანის საკითხზე პროკურატურას ორჯერ მიმართა. კვიციანისთვის 12 წლიანი პატიმრობის შეფარდებას უხერხულს უწოდებს მისი მოადგილე გედევან მფოფხაძე. ემზარ კვიციანის მიმართ ასეთი მაღალი სასჯელი ჩემთვის ცოტა უხერხულია, იმიტომ რომ მგონია, რომ იმ მოვლენების დროს, რაც მაშინ ხდებოდა, ძალიან ბევრი სხვა გარემობაც იყო გასათვალისწინებელი. ჩვენი მხრიდან რეაგირება, რაც უნდა მომხდარიყო ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ეს რეაგირება კომიტეტმა გააკეთა. მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო საბოლოოდ მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას ემზარ კვიციანის საქმეზე. საქმის შესწავლა შესაძლოა სახალხო დამცველმაც დაიწყოს, რომელსაც ამ მოთხოვნით დღეს ემზარ კვიციანის ოჯახმა მიმართა. გამომდინარე იქიდან, რომ არის ძველი საქმე, წლების წინ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ჩავხედოთ თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი ჩვენი მხრიდან. ემზარ კვიციანი კოდორის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეობის აფხაზური ჯარებისაგან დაცვის მიზნით 1994 წელს შექმნილ ბატალიონ მონადირეს ხელმძღვანელობდა. 2002 წელს მონადირე თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შევიდა. 2005 წელს კი დაშლილად გამოცხადდა. 2006 წლის 22 ივლისს კვიციანმა საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და თქვა, რომ წინ აღუდგებოდა მისი ჯგუფის განიარაღების ნებისმიერ მცდელობას. რამდენიმე დღეში ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ერთი ადგილობრივი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მონადირეს ძირითადი შემადგენლობა განაიარაღეს. ემზარ კვიციანმა კი რამდენიმე ახლო პირთან ერთად ქვეყანა დატოვა. სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით მასზე ძებნა გამოცხადდა და პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. 8 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ ემზარ კვიციანს სასამართლომ 12 წლიანი პატიმრობა იგივე ბრალდებით მიუსაჯა.